ყველა სიკეთე არ არის. ხანდახან ის ხელს უწყობს ბოროტებას, ხელს უწყობს უმადურობასაც კი. აი ახლა ნახე რატო. ყველა ჩვენს გვაქვს ჩვენი გასავლელი გზა, ხო ეგრეა რა? ანუ სამყარომ ღმერთმა და ასე შემდეგ რაღაცა უნდა გვასწავლოს, რომ ჩვენ გავიზარდოთ. ფსიქოლოგიური ფაქტის მეშვეობით შეგვიძლია ვთქვა, რომ ადამიანს ყველაზე მეტად რა ზრდის შეცდომის დაშვება, ტკივილი და გამოცდილება. აი ეს არის მთავარი. ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება ერთი მთავარი რაღაცა. სიკეთე ნუ მგონია ის, რომ სხვის გასაკეთებელ საქმეს შენ გაუკეთებ და ამით დაეხმარებ. პირიქით ხელს უშლი იმაში, რომ ამ ადამიანმა თავად მიიღოს გამოცდილება, თავად სცადოს, თავად დანერგოს ის რაღაცა პრაქტიკაში, რაც სჭირდება პრობლემის მოსაგვარებლად. და არა ის, რომ შენ მოუგვარო, მერე კიდე გთხოვოს დახმარება, კიდე ამას შეაჩვე და გახადო უმადური. სიკეთე, რომელიც ქვაზე დადე და ქვა მოხვდა თავში, სიკეთე არ არის. ის არის ბოროტება, ის არის უმადურობა. და ნუ დასთეს ამ უმადურობას და ნუ იქნები იმის კარმა, რომ შენ ვიღაცას გაუკეთო და ამით ჯიგარი გამოჩნდა. ვერ გამოჩნდა პირიქით. სამყაროს თვალში ჩაითვლები სულელ ადამიანად, რომელიც ადამიანს განაეხმარება ხელს უშლის განვითარებაში. თუ გინდა მართლა დაეხმარო ადამიანს, აჩვენე გამოსავალი და თავად იმოქმედოს, თავად გააკეთოს, თავად დაუშვას შეცდომა და თავად, რასაც დასთეს, იმას მოიგებს. შენ მიეცი რჩევა, ანახე გზა, იყავი მისი პირადი რუკა, მაგრამ არა მომგვარებელი და არა ის, რომ სხვისი საქმე და სხვისი ცხოვრება შენ გააკეთო, ან შენ იცხოვრო. ეს არის მთავარი, დაფიქრდი ამაზე.